სიცოცხლის და სიყვარულის 1000 გვარის სიხარულის დამიცლია ეს სასმისი ღმერთმა მოგცეთ დღენი სავსე ერთობა და ხვალ ბარაქა გულმა თქვენმა აწდა მარად რაც სინატროს კონდეს ცხადად ძველს ცუდსა და უსარგებლოს ენაცვალოს სასარგებლო ლუკმა ძმათა გასამრჯელო ომმა შუღლმა ვერ გათელოს აი ამ ჩემი საკუთარი მისალოცი ლექსით დავიწყე ჩემო ძვირფასებო თქვენთან პირველი შეხვედრა ახალ 2024 წელს გილოცავთ ყველაფერს ერთად გავიარეთ საერო ახალი წელი გავიარეთ შობა გავიარეთ ძველი ანუ ნამდვილი ახალი წელი და ღვთის მადლით და თქვენი კეთილი ნებელობით კვლავ ერთად საუბრის საშუალება გვაქვს ჩემი მისალოცი და საუკეთესო სურვილები უკვე გადმოგეცით ახლა კი გავაგრძელოთ ჩვეულებრივ ჩვენი სათქმელი და ჩვენი სიტყვა დავიწყებ ასეთი უცნაური იგავით უცნაური იმიტომ რომ როდესაც მე წავიკითხე მართლა ძალიან უცნაურად მომეჩვენა ერთხელ ერთი ახალგაზრდა ადამიანი სეირნობდა რა ქუჩაზე დაინახა კუთხეში მიმჯდარი მოხუცი მივიდა მასთან და ეუბნება შენ აი ასეთი ხნიერი ხარ არა ნაკლები ცხოვრებისეული გზა გექნება გავლილი და ალბათ ძალიან ბრძენიც ხარ მითხარი აი მე ახალგაზრდა ვარ და ძალიან ძლიერი მამაკაცი მაგრამ ვერსად ვერ მიპოვია სამსახური შვილი ნარკომანი მყავს ჩემი ერთადერთი ასული სუბუქი ყოფაქცევის ცხოვრებით ცხოვრობს ჩემი ცოლი კი მთელი დღე სვამს და არაფერს სახში არ აკეთებს რა ვქნა როგორ მოვიქცე როგორ გამოვასწორო ეს ყველაფერი და მოხუცი პასუხობს წადი და შენი სახლის კარებზე ჩამოკიდე აბრა და ზედ დააწერე ყოველთვის ასე არ იქნება მოიცა სულ ეს არის კი ასე დატოვა გაკვირვებული ახალგაზრდა აი ამ მოხუცმა ქცევმა მაგრამ წამოვიდა და მაინც ყოველ შემთხვევაში მოიქცა ასეც ჩამოკიდა აბრა ჭიშკართან და დააწერა ყოველთვის ასე არ იქნება გარკვეული ხნის შემდეგ მისმა შვილმა ნარკოტიკებს თავი დაანება და გახდა მორწმუნე მისმა ერთადერთმა ასულმა შეიყვარა ახალგაზრდა კაცი და შექმნეს ოჯახი მეუღლე განიკურნა ალკოჰოლისგან და კარგ მეუღლედ გადაიქცა და თვითონ კი მოეწყო სამსახურში და ფეხით კი აღარ დადიოდა უკვე ძვირფასი მანქანაც იყიდა და დიდ თანამდებობასაც მიაღწია სამსახურში და ერთხელ ესევე მანქანით მიმავალმა დაინახა იგივე მოხუცი ისევ იმ ადგილას მიყუჟული არც კი გადავიდა მანქანიდან ჩამოუწია ეს ფანჯარა და ეუბნება ეი შენ როგორ ხუნავ შემხედე მე ყველაფერს მივახციე ყველაფერი კარგი მოხდა ჩემ ცხოვრებაში შვილი აღარ ამყავს ნარკომანი გოგო აღარ ამყავს ცუდი ცხოვრები ცოლიც გამომისწორდა სმას დაანება მე კარგი სამსახური ვნახე
დიდთანამდებობას მივახციე, საკუთარი მანქანა, ხონებაც მაქვს, სიმდიდრე მაქვს. და შენ საწყალო, როგორც იჯექი, ისევე აქსი ხარ. ეხლა რაღაც მირჩევ, მითხარი. და მოხუცმა შეხედა მას და უთხრა. ის აბრა არ ჩამოხსნა. აი ასე სასწაული პასუხი გასცა ორივე შემთხვევაში ერთნაირი, აი ამ მოხუცმა ახალგაზრდა ჩემო ძვირფასებო და ამით მე რისი თქმა მინდა, რომ მართლაც ყოველთვის ეს ასე არ იქნება. ნათქვამია, რომ ომი დამთავრდა და მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო. ყველაზე მთავარი არის ერთი რამ, რომ თუ ადამიანს ქრისტე ყავს თავის სულში, მისთვის ყოველგვარ პრობლემას ყოველთვის დაადგება საშველი, ოღონდაც კი სწამდეს მის. თუ დიდ განსაცდელებშია და დიდ ჭირში, იცოდეს, რომ ეს ყოველთვის არ იქნება, ეს არის მხოლოდ განსაცდელი, ამან უნდა გაიაროს და ამან უნდა გამოაწერთოს და განცადოს სული. მე კი კვლავ გავაგრძელებ ჩემს სიტყვას ისევ ჩემი ლექსით, რომელსაც უწოდე სიყვარული და მე ამას უძღვნი ქრისტეს შობას. ეს გახლავთ აკროსტიხი. სული ელტვის მარადილს, მისთვის ძვირფას უცხოს უცნობს. იდეალურს, მიუწდომელს, აუხსნელს და გამოუცნობს. ყოველ ჟამს თუ ეძიებდეს, სხვას არავის აღარ უხმობს. ვინც იპოვა, მისით ხარობს, დროს არავის აღარ უთმობს. არსი მისი დიდ სიხარულს მიანიჭებს, გულსივს უგრძნობს, რომელიც რომ არასოდეს არსა და არვის თანაუგრძნობს. ულევ ძალას მატებს უძლურს, განამდიდრებს, გლახაკს, უნდოს, ლმობიერსა გახდის მხეცსაც და არავის აღარ უმტრობს. იესო არის, ვინც გვანიჭებს სიყვარულის გვირგვინს უჭკნობს. გააღეთ დარაბა, აანთეთ სანთელი, გაფანტოს წყდიადი მოგფინოთ ნათელი, მარიამი არის სანთელის სახელი, სანთლისა, ალისა, კაცთა დამხსნელის. და აი სწორედ მარიამზე გავაგრძელებთ ჩვენს მოთხრობას. მარიამის დიდებულმა მშობლებმა მეტად გაიხარეს თავიანთი სანატრელი შვილის გამო. იოაკიმემ დიდი ვახშამი გამართა და ყველა დაპატიჟა, ახლობელი ნაცნობი თუ უცნობი. ყველანი ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც სასწაული მოულინა მათ. ანას ყვედრება და შეურაცხყოფა მის უზენაეს დიდებად შეიცვალა. ეს არის ღვთის კარიბჭის მარიამის დიდებული ცხოვრების დასაწყისი. ამიერიდან გვმართებს მისი მადლითა და შეწევნით გამოვთქვათ, აღმატებულად ყველა მისი უზენაესი საიდუმლო და დიდებულება, რადგანაც იგია მიზეზი და მომნიჭებელი ყოველივე სიკეთისა. ის, ვისგანაც ჩვენთვის ქრისტე უნდა შობილიყო და მისთვის ძუძუ ეწოვებინა, ძუძუს წოვის ასაკს გასცდა და 3 წლისა შესრულდა. სანატრელმა მშობლებმა წაიყვანეს იგი ტაძარში. თავარ ტაძარი ღვთისა და როგორც მის შობამდე აღუდგეს ღმერთს, ზღვნად შესწირეს მას. ვაგრძელებ გარდატეხის ასაკში მყოფ ხმაწვილის მიმართ დაწერილ წერილებს, რომელსაც ასე მოუთმენლად ელით ჩემო ძვირფასებო. გილოცავ შვილო, როგორც კი შეწყვიტე საკუთარი სიმართლის მტკიცება და დედის სიმართლე გაითვალისწინე, მაშინვე სახეზეა დადებითი შედეგი. და გირჩევ, რომ ყოველთვის ასე მოიქცე. როცა კი მოხდები მძიმე სიტუაციაში, ნუ აღშფოთდები და ერგული უნდა იწყებ დამნაშავეთა ძებნას, არამედ ღვთის მადლით შეეცადე არასასიამოვნო გარემოების ცვლილებას. ამჟამად კბები დედასთან მშვიდობით და იცოდე, რომ ეს მიიღე ჯილდოდ ღვთისაგან იმისათვის, რომ
ძლიერა საკუთარ თავმოყარეობას და მოყვას ის თანაგრძნობით რომ განიმსჭვალე და დამეთანხმე იმაზე რომ გულითაც სიმშვიდეს ვერ შეედრება ვერაფერი. ეს კი მოიპოვება საღვთომცნების სიყვარულით სულში. ამასთანავე გაფრთხილებ, რომ არ აგივარდეს თავში გამარჯვება. მართალია ძლიერა საკუთარ თავმოყარეობას და დედას მშვიდობის მოყარე ხელი გაუწოდე, მაგრამ აქ მარტო შენი ნებისყოფით კი არა და არამედ საღვთო ძალის შეწევნით. გარწმუნებ, მის გარეშე არ გამოგივიდოდა არაფერი. ბოროტისულები ვერ იტანენ სიყვარულსა და მშვიდობას, რომ არა საღვთომადლი ისინი არ მოგცემდნენ თითის გატოკების საშუალებას. ისინი ზრახვების ისეთ კორიანტელს დაგიყენებდნენ თავში დედის წინააღმდეგ, რომ ვერ გაუმკლავდებოდი. აბა გაიხსენე, რა შეგაგონეს დედის ეგრეთ წოდებულ манипуляციებზე, მაგრამ ახლა იხილა რა უფალმა შენი კეთილის სურვილი, გაგიცვა მტრის თავდასხმისგან და მოგანიჭა საკუთარი ამპარტავნების მძლეველი ძალა. ხოლო გამარჯვების შემდეგ მთელი სიხარულით გაძლევს სიყვარულის და მშვიდობის სიტკბოს შეგრძნებას, ასე რომ მადლობა უფალს შესცირე. მოზარდის პასუხი. მე ვერც კი წარმომედგინა თუ რა კარგი ყოფილა დედასთან კარგი დამოკიდებულება და მასთან შუღლის ნაცვლად ერთად სიხარული, მაგრამ განა თვითონ არ მივახციე მე ამ კეთილ ურთიერთობებს? არა, ამით არ ვამაყობდა, ღმერთიც ალბათ მე მეხმარებოდა, მაგრამ თქვენ ისე მიყვებით თითქოს მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყო აქ. არა და რაც არ უნდა ვთქვათ საკუთარ თავს, მე ხომ თვითონ შევებძოლე. მაშინ როცა თავმოყარეობა ჩემში ასე ბობოქრობდა, ვინ შეიკავა თავი ძლივს მორიგის სკანდალის თავიდან ასაცილებლად? შემდეგ ვიპოვე ძალები საკუთარ თავში და დავმშვიდი და თქვენი რჩევისამებრ საკუთარ თავს დედის თვალებით შევხედე და სინამდვილეში როგორღაც ისევ მე გაუგედა ყოველივე მშვიდობიანად დავასრულე. მითხარით, როდისღა მეხმარებოდა მე ღმერთი? რომელ მომენტში? თუ სიმართლე გინდათ, მაშინ მე არ შემიგრძნია ღვთის დახმარება? იქნები სუხილობა და უგრძნობლად შემეწეოდა. და თუ ეს მართლა ასია, სხვა დროს რატომ არ მეხმარებოდა? მე ხომ აქამდე ვცდილობდი ყოველივეს მშვიდობიან გზით მოგვარებას და არ გამომდიოდა? მაშინ რატომ არ მეხმარებოდა ღმერთი? ამ ყოველივეს თვით განდიდების მიზნით კი არ გწერთ, უბრალოდ ვცდილობ გავერკვე რა სახით და როდის მეხმარება ღმერთი და როდის არ მეხმარება. რაც შეეხება ბოროტსულებს, თქვენ რა იმის თქმა გსურთ, რომ საკუთარ თავს რბილ პირობებში ვძლიე? თქვენი აზრით იმ მომენტში ღვთისმადლით ვიყავ იგარე შემოზღუდული. ესე იგი, ბოროტისულების ალყაში ვიყავი იმ დროს, როცა დედაჩემს, ასე ვთქვათ, ვებრძოდი? და თუ არა ღვთაებრივი ძალა, მათი გული დამესხმებოდა თავზე? იქნებეს მართლაც ასე იყო, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი? ისე ჩემი რეალური პიროვნება, რომ ბობოქრობდა ეს ზუსტია. მე მასთან ჭიდაობა მომიწია. მე რა თქმა უნდა ვმადლობ ღმერთს, რომ ძლიერა საკუთარ თავს, არა მარტო საღვთომადლის დახმარებით და ვთვლი, რომ საკუთარ ძალებსაც. აი ასე ჩვენ ძირფასებო ნელ-ნელა ამ წერილების დასასრულისკენ მივდივართ, ნახავთ ჩვენ შემდეგში რა დაემართება ამ ყმაწვილს, რომლის თვისებებსაც და ხასიათსაც განვიხილავთ. ჩვენ კი გავყვეთ ჩვენს ლექსებს წიგნიდან იესო. მიწყალე ღმერთო დიდი წყალობით, პურს ვით ნაცარსად ცრემლით იხმებსო, დავითი სულ თქმა ვედრება ცრემლი ჩვენს თავს გავედრებს, ღრმაო იესო. იშვა სიმდაბლით გუში ნუფალი ბაგასა შინა ტკბილი იესო, დღეს კი ვადიდებთ კრებას ღვთისმშობლის მართალ იოსებს მის დამწინდველსო. რადგან გარგუნა თვით შეგეწევა, ტვირთს არასოდეს დაგიმძიმებსო. სისხლის ყიდულსა ვერ შეგელევა, შენთვის ჯვარცმული ტკბილი იესო. ეს უკვე ჯვარზე არის ჩემო ძვირფასებო დაწერილი. დიდება შენ და ყოვლადწმინდაო დედაო ღვთისმშობელო, რომელმან აღმოუბრწყინვე სოფელსა ნათელი.
გევედრები მეცა ცოდვათა შინა დაბნელებული ღირს მყავ ნათლისა სულიერისა წმინდისა რათა მეცა ვიტყოდე ცოდვილთა მხსნელო ტკბილო იესო კრება მშობლისა შენ გადიდებსო წრფელი გულით მოწყალების მოწადინე ვიყოთ ქვეყნად გლახაკთა და ქვრივობლისა ლოცვით წმინდა ეფთიმესი კონსტანტინეს მეოხებით ყოვლა წმინდა ღვთის მშობლისა და დამშვიდობებისას მე ჩემო ძვირფასებო წაგიკითხავთ აღსარებას რომელიც დავწერე ზოგადად სულის შესახებ არ ვიცი რამდენად წრფელი გამოვიდა რამდენად სამართლიანი განსჯა თქვენთვის მომინდია მაგრამ მე დიდი სიამოვნებით და პატივისცემით წაგიკითხავთ თქვენ სულის საუბარი ქრისტესთან ახალი წლის დღეს უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე რომელი ვერ ვასხამ აღვირს ენას ამისთვის კი ვეცემი მარადჟამს რამე თუ განვიკითხავ ცილსავ წამებ მრისხანებასა შინა შთავვარდები და ვაარტყვეობასა შინა საშინელ მხეცისა შემიწყალე რამე თუ მრისხანებითა კაცის მკვლელი შევიქმნე უკვე თუ ვერღარა მოვთოკო თავი ჩემი რამე თუ მას ჟამსა შინა არ ღარა მე ვარ არამედ იგი რომელიცა ვაუფლე თავსა ჩემსაზე და მიხსენ საშინელისა ამის გველეშაპისაგან რომელსა აღუღიეს პირი მისი შთანთქმად ჩემი და ვაიმე რამე თუ ესრეთი წარდგე წინაშე შენსა ოდეს განიკითხვიდე ყოველთა კაცთა მაშინ უფრო ისი იქნეს სირცხვილი ჩემი რამე თუ მამხილებს სამართლად და ისინი რომელთა აქა მართალ კაცად მგონებდნენ იწყონ ყვედრებად და კიცხებად ჩემზედა და იტყოდიან აჰა კაცი თვალთმაგცი ფარისეველი და მაჩვენებელი რომელი მხოლო გარეგან იყო მართალ ხოლო შინაგან ახსავსი არაწმინდებითა და ყოვლითა სიმყრალითა რაი უქმნე მას ჟამსა შინა საით წარვიდე რათა არა ვიხილო ისინი რომელნი მეცინოდნენ მას ჟამსა და ვითარ განვერე რისხვისა შენისაგან რა ჟამს მეცა უწყალოი უწყალოდ განვისჯები შენ მიერ ვითარ ვიხილო სახე ყოვლა წმინდისა რომელსა აქა მაჩვენებლობითა ვადიდებდი ხოლო ძესა მისა განვარისხებდი საქციელითა იუდაისითა ვითარ ვიხილო ნათლის მცემელი რომელმან ჟამსა ნათლის ღებისა აღუთქუ შემდგომა ნათელღებულისა მისისა ვითარ ვიხილო წმინდანი იგინი რომელთა მეოხებასა ვითხოვდი აქ ხოლო თვით არარას ვიქმოდი ცხოვრებისათვის სულისა ვითარ ვიხილნე მთავარ ანგელოზნი შვიდნი რომელთაცად ღეყობელ ვადიდებდი ვითარ ვიხილნე წმინდანი იგინი რომელთა ცხოვრების კითხვითაცავ ცდილობთ სწავლასა რა ისა მეუწერთ დაუჯდომელსა საგალობელსა და სიტყვათა ლოცვისათა შობაი შენი იქნების მალე რაი მოგაგო რაი ვითხოვო რა უწყი გმადლობ ყოველივესათვის რომელი მომაგემე ერთსა შეგთხოვ მსაჯე აქა და მიხსენ ნუსა და წარწყდე საუკუნესა ცეცხლსა შინ არამედ ღირს მყავ შენთანა მარჯვენი დგომისა რათა ვიხარებდე მგალობელი უფალო ღმერთო ქრისტე იესო სასჯელთა შენთა ხსნასა წიესო და ბოლოს დაგემშვიდობებით ლექსათქმული სახარებით რიგით მე-12 არი ფიქრო ცოდვილ ძმისგან სიტყვა შენთვის უხერხული იყოს მისინებით გინდა ბორო ძრახვით გამოთქმული რადგან სახლობს კაცი სულის დაფარულს და მიჩქმალულში მთქმელი ანდა ცუდად ბრძოლის სიყვარულის დიდი რჯულის განსაცდელით შეგნებული რწმენაში გამტკიცებული მოწაფენითვის მოძღვრითურთ სიყვარულით აღფსებულნი მიახლნენ და იხილეს მიწა ღადარისად თქმული იყო თურმე შორი ახლოს კაცი მრავალ გზის ტანჯული საბრალო და მრავალ ნებით გულისთქმებით სუდად კრული დღე და ღამე ეშმისაგან მოსვენება დაკარგული რაჟამს დადგამს ამ მიწაზე თვის წმინდა ფერხთ ტკბილი ქრისტე
მეყსეულად მიირბენს და ეს საბრალო თაყვანისცემს შეღაღადებს არ არს ჟამი რო წარმგზავნო გარესკნელში ნუ დამტანჯავ მომეცნება ვიყო აქ და ტანჯობნელში ვიშიც მკვიდრობ წელსა მრავალს და მაქვს მასთან ბრძოლა ომი მრავლა დავართ და სახელიც ჩემი გახლავს ლეგეონი და თუ მაინც გამაძევებ არ მტოვებ შენ სამკვიდროში ნება მომეც რომ ჯერ ვიყო ამ სოფლისა საწუთროში და ართო ნება შესულიყვნენ იქ მძოვართა ღორის კოლტში და ისინი გადაცვივდნენ ზღვის ფსკერს შინაუძიროში შევედრა სახიერსა ღვთისამადლით გამოხსნილი სურს რომ ვიყო მარად შენთან მქონდეს მადლის შენთან წილი კაც სურს ერთი თვის გულის თქმით ღმერთსა ბრძენსა მისთვის სულ სხვა დაუყვავა მოეფერა დატკბილი ხმით სულსა უთხრა წარვეთ სახით და მოუთხარ შორეულთა ახლობელთა ვით არ გიხსნა დიდმა ღმერთმა ოდეს იყავ მტრისა ხელთა თაყვანის სახელ მეორედ როგორც უკვე მონამოხმრთისა ადიდებდა აკურთხევდა ხსნა სულისა ვინც აღირსა ჩვენ კი ამით გულისხმავყოთ თუ ვინ მკვიდრობს ცოდვილ სულში ის შევრისხოთ ქრისტეს უხმოთ მოგცემს მადლსა ცრემლის სულთქმის რომ მოვიღოთ მოთმინება ცოდვილ ძმისა სიყვარული გამლოთ დღენი სიცოცხლისა სიტკბოსა და სიხარულში დაგლოცოთ და გაგახაროთ დიდებულმა მადლმა წლისა შეგეწიოთ და გფარავდეთ უფალი და დედა ღვთისა შობის ვარსკვლავი გზას გვინათებდეს ცოდვილს და მართალს ალალს ცბიერსო აღთქმულ ქვეყნისკენ ვით გვიანდერძებს ბაგასა შინა ტკბილი იესო გმადლობ გლოცავ და მიყვარხარ საქართველო